განაყურებთ კურიერს 9 საათზე უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში 1 საათის წინ პულის ქარხანაში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ცვლის უფროსი 42 წლის ელდარ ზაქარაძე და 35 წლის ბეგლარ კიკიტაძე. შენობა დაზიანებული არ არის. თვითმფრინავების განცხადებით აფეთქება ბუნებრივი აერის გაჟონვა. ამ გამოიწვია აჭარის გაზში აცხადებენ, რომ აფეთქების პერიოდში ქარხანას ბუნებრივი აერი არ მიეწოდება და შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია იმყოფება. აფეთქების ზუსტი მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა. გაჩიგარიაში ბრიგადირი და გაჩიგარი საწოვის აბზი აფეთქდა თუ რა აფეთქდა? არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. გაზი იყო ანთილი, მაგრამ არაფერი არ ვიცი მე. ავარიის მიზეზი ბუნებრივი არ ყოფილა. იმიტომ რომ ჩვენაც 25 წუთზე შესაბამისად შეტყობინება მოუვიდა ქარხანას, რომ ბუნებრივი გაზის მოწოდება წყდებოდა ავარიული სიტუაციის გამო, რაც ქალაქში დაზიანებას უკავშირდებოდა. დღეს მთავარი სპორტული სიახლეებით დიმიტრი ველაძე გვერდება. სამშვიდობისა საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში ვერ გავიდა. გიანარი მარაშვილის ვერ მომზადებული გუნდი დღეს ნახევარფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან იაპონიის ნაკრებთან 14-29 დამარცხდა. ქართველმა მორაგბეებმა ვერ შეძლეს თავიანთი უპირატესობის გამოყენება. ჩვენი ნაკრების თველი აქცეს ძლიერ შერკინებაზე აკეთებდა. მატჩი აზიელთა სრული უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დასრულდა. მსოფლიო ალაფი 2011 ფინალურ შეხვედრაში იაპონიის გუნდი ურთიერთობას სამოას ნაკრებთან გაარკვევ. სამოელებმა რუსეთის ნაკრები 50-14 დაამარცხეს. მსოფლიო ალაფის ფინალური შეხვედრა 5 ივლის სინათლის სტადიონზე გაიმართება. ჩემპიონებით უპირატესობა ვერ მოვიპოვეთ და აქედან გამომდინარე უკვე თამაშის გაგრძელებაც აღარ ხდებოდა. ასევე რო ავიღოთ მოვლი, ვერ მივაწექით მოვლში და მოვლში აქეთ გვაჯობეს კიდეც. ასე რომ ჩვენი ძლიერი მხარეები ვერ გამოვიყენებთ და აქედან გამომდინარე ეს მასხეც უკვე გარდაუვალი. დღეს ასტრო თბილისის მერიოდში თბილისის დინამოს ახალი მთავარი მცველი ჟურნალისტებს წარუდგინეს. ესპანელი ალექს გარსია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ბარსელონის სამსახურო შტაბში მუშაობდა. გარსიას გარდა დინამოში კიდე 2 ესპანელი მუშაობს. მარკ ჰუგეტი ბარსელონაში ფიზიკური მომზადების მცველი იყო. ანდრეას კარასკოვი კლუბში საფეხბურთო აკადემიას უხელმძღვანელებს. რომოაში დინამოს სტრუქტურა შეიცვლება და მუშაობა ბარსელონის მეთოდებით გაგრძელდება. უახლოეს დღეებში ახალი მცველი გუნდის შემადგენლობის დაკომპლექტებას დაიწყებს. ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი თბილისში და მუშაობას ვიწყებ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე კლუბში. როდესაც შევიტყო დინამოს სამომავლო გეგმები, ამან ჩემი ამბიციები სრულად დააკმაყოფილა. მე უდიდეს გამარჯვებას პირველ წელს ვერ შეგვიდგებით, თუმცა გარწმუნებთ, რომ გუნდი ითამაშებს თანამედროვე ლამაზ ფეხბურთს, რითვისაც მაყურებელს ის უყვარს. სურს არაერთი და 2 და 3 წლით დავსახოთ ჩვენი მიზნები, არამედ საკმაოდ დიდი ხილვაში 10 წლის პერსპექტივა მაინც ამას შედება ახალგაზრდა ფეხბურთელები. ეს ადამიანი ჩვენი იდეებს ითვალისწინებს, თვითონაც მომხრეა, რომ შევქმნათ თავიდან ახალი გუნდი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რადო ვარძელაშვილი დღეს დიდუბის ძლეოსნობის მანეჟს ეწვია და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. დღესვე შედგა ძლეოსანთა ნაკრების ახალი ეკიპირების პრეზენტაცია. დიდუბის ძლეოსნობის მანეჟში სარემონტო სამუშაოები 2011 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად ქართველი ძლეოსნები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობენ. ისინი 64 ივლის ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც გუნდი ისლანდიაში გაემგზავრება და 20 ივლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ლიგის შეჯიბრებაზე გამოვა. პერიოდში ძლეოსნობა პრაქტიკულად აღარ არსებობდა და განადგურებული იყო. ჩვენ დავიწყეთ თავიდან ნოლიდან აწყობა სპორტის სამსახურების, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ქვეყანაში ძლეოსნობა არ არსებობს ზოგადად სპორტის განვითარება. ეს მოხდა ეროვნული ნაკრების ახალი ფორმების პრეზენტაცია, ასევე მოხდა მანეჟის სამომავლო რეაბილიტაციის პრეზენტაცია და ეროვნული ნაკრები უკვე მზადების შემდეგ მიემგზავრება პირველ ტურნირზე.
ცნობილმა ქართველმა პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა დონ ნიკოლაძემ ორი ახალი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით დუსელდორფი, თბილისი, იენა და ვიტალი დარასელია. ორივე მათგანი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული. წიგნები გაფორმებულია უნიკალური ფოტოებით, რომელიც თავად წიგნის ავტორმა გერმანიაში გადაიღო. დუსელდორფი, თბილისი, იენაში ასახულია კარცეისის გუნდის პირველი სტუმრობა საქართველოში და შემდეგ უკვე ამ კლუბის 100 წლის თავის აღსანიშნავად ჩვენი ფეხბურთელების ვიზიტი გერმანიაში. მეორე წიგნში კი 1991 წლის 13 მაისის ფინალის მთავარი გმირის ვიტალი დარასელია სურათებია თავმოყრილი. ეს ორი წიგნი ავტორმა მამუკა ხაზარაძის და ავთან დილწერეთელის დახმარებით გამოსცა. ერთი არის ასახავს დინამოს გამარჯვებას დუსელდორფში, შემდეგ გერმანელთა სტუმრობა თბილისში და უკვე თბილისის დინამოს საპასუხო ვიზიტს კარცეისის 100 წლის თავთან დაკავშირებით. მეორე წიგნი ეხება უკვე დუსელდორფის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გმირს. ყველანი გმირები იყვნენ იქ თბილისის დინამოელებმა. ვიტალი დარასელიამ ამ ოჩამჩიველმა ჭაბუკმა ისეთი თავისი გატანილი გოლით მთელი საქართველო გაახარა. FIFA 71 კონგრესზე იოზეფ ბლატერი პრეზიდენტად აირჩიეს, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა. ბლატერი ერთადერთი კანდიდატი იყო კონგრესზე. შვეიცარიელის მეტოქე ატარელი მუჰამედ ბინ ჰამამი ბრძოლას კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ ჩამოაშორეს. FIFA-ს წევრი 208 ასოციაციიდან 186 ხმა ბლატერს მისცა. რეგისტრაში 203 დელეგატი იყო მონაწილეობა. ბლატერი FIFA-ს 1999 წლიდან ხელმძღვანელობს. არჩევნების დასრულების შემდეგ მან პირობა დადო, რომ ფედერაციაში სერიოზულ ძიებებს to check and then Asta იყო სპორტის სიახლეები, რომელიც დიმიტრი ობოლაძემ დაგასნა. მადლობა დინა. თბილისის ახალი საგამოფენო სივრცე ახალი გალერეა ირაკლი ფარჯიანის ტილოებით გაიხსნა. გამოიფინა მხატვრის სიცოცხლის ბოლო წლებში შესრულებული ნამუშევრებისა და უმთავრებელი ნახატები კოლექცია ფარჯიანის ოჯახში ინახებოდა და დამთვალიერებელმა პირველად ნახა. ფარჯიანის ტილოების ექსპოზიცია ახალ გალერეაში 20 დღე დარჩება. ეს გალერეა მდებარეობს კლასიკურ ტურისტულ ზონაზე, მარშრუტზე, არამედ პროექტზე, თუმცა ასეთი ობიექტები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავამართლოთ ტექნიკით სავალი იქნება თუ საინტერესო კულტურული არეალი. აქ ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები თათბირის ქუჩაზე და ეს არის ერთ-ერთი მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ადამიანს, რომელიც რუსთაველიდან მოდის მნიშვნელოვანია კონკრეტულად ეს გამოფენა ალბათ ორი მიზეზით. პირველი ის, რომ როგორც პიროვნებისთვის და შემოქმედისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქალაქს შეემატა ამდენად კარგი და ასეთი ჩვეულებრივი და ევროპული სტანდარტების გალერეა. და რა თქმა უნდა, მეორე მნიშვნელობა არის ის, რომ ეს ხდება ირაკლის გამოფენა. დღეს დინაობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ლინის მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს საქართველოს შემოგზავნების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერში აღავლინა წირვა. სწორედ წმინდა ნინოს მოღვაწეობას უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლით. წმინდა ნინომ გაიგო, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი წარმოსდია. აი მოდის ასე სიშვარეზე, მაშინ არ იყო არაფერი, ფეხით რა თქმა უნდა. და მოსულობს საძას ბუჩქებში, პატარა კელია საკეთებს და ამ მოსვამ მოხდინა საოცარი სასწაულები. განიკურნა ნანა დედოფალი და მოიქცა მირიანი მეფე და მოიქცა მთელი ხალხი. აი დღეს შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა ნინოს მოსვით მოიქცეს მთელი ხალხი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა ნინო ჯერ არ დაამთავრა თავისი მოქცევა, ხალხის მოქცევა.
ანაბანელების დებიუტი დიდ სცენაზე და საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ბავშვებმა ბავშვებს მიუძღვნეს. დუეტები ცნობილ მომღერლებსა და რუსთაველის პროექტების მონაწილეებთან ერთად. დღეს ანაბანელებმა კონცერტი დენილი ბავშვებისთვის რუსთაველის თეატრში გამართეს. შემთხვევაში ფარგლის ორივე მხარეს ერთი ასაკის ბავშვები შეიკრიბნენ. ანაბანეს მომღერლების პირველი გამოსვლა დიდ სცენაზე ბავშვთა საერთაშორისო დღეს და ქველმოქმედებას მიეძღვნა. ანაბანეს 7 თაობის მომღერლების დუეტები ვარსკვლავის აკადემიის და ჯოესტარის მონაწილეებთან სპეციალურად დღევანდელი კონცერტისთვის შედგა. პირველი მასშტაბური კონცერტისთვის მომღერლები ესტრადის დიდი თაობიდანაც გამოწვეს. ვარსკვლავთან ერთად. ხო, რა ვიცი. ძალიან გიხარია ჩემი. ბავშვებს ეს მასშტაბის დღე, იმიტომ რომ მინდა მოსულო ყველაფერი ბედნიერი და ნათელი და ხალისიანი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და კონცერტს, ძალიან მიხარია, რომ ბავშვებთან პირველად მომიწია სცენაზე ყოფნა და სიმღერა, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ისინი არ არიან პატარა მომღერლები, ისინი ტანით არიან პატარებითი, რომ მათი აზროვნები და გამოცდილები ძალიან დიდი მომღერლები არიან. რაც შეეხება იმ პირველ ემოციას, რაც იყო, ეს იყო ჩემთვის შოკი. ანაბანელები და პროექტის ავტორები პირველი კონცერტისთვის საკმაოდ დიდ ხანს ემზადებოდნენ. დილიდან დაწყებული რეპეტიციების დასასრულს მეჩუ ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლების შესაძლებლობებში აღარავის შეუტანია. ბევრად უფრო ბედნიერი გავხდი ესე რომ ვთქვა და ბევრად ხალისი შემოიტანეს ჩვენში კიდევ უფრო მეტი ვიდრე იყო. და მე ვფიქრობ რომ საერთოდ ბავშვებთან ერთად სიმღერა ეს არის ჩვენთვის საწყო ყველა მომენტისთვის ახალ ცნობილი დასასრულს ყველა კონცერტზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს და ჩვენ ვაჩუქებთ დღეს არაჩვეულებრივ პატარა ადამიანებს, ვინც აქ მოვიდნენ, ეს დღესასწაული და ყოველთვის გზად ვიქნებით იმისთვის, რომ ასეთი დღესასწაულები მოუწყოთ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო შედეგი მივიღებთ და პატარებს განსაკუთრებულად დაამახსოვრდებათ ეს ლამაზი დღე. ანაბანეს მომღერლები 2008 წლიდან რუსთაველის ყველა სეზონზე აწყობენ კონცერტებს და ელოდებიან ჟიურის შეფასებებს. ამჯერად შემფასებლებიც და ანაბანეს მომღერლების მაყურებლის წინაშე ერთად წარდგნენ. დუეტების ჟიურის წევრებთანაც შესრულდა. ძალიან დიდი სიხარულით მოვდივარ ხოლმე აქ. მე ვერ წარმოვიდგენი თუ ასეთ დიდ სცენაზე გამოვიდოდი. ასეთ ძალიან კარგ მომღერლებთან მივიღებდი. მეც ასევე და ძალიან მიხარია. ყველაზე მუსიკალური ბავშვების პირველი საქველმოქმედო განაცხადი რუსთაველის თეატრში ოვაციებით და ახალი გეგმებით დასრულდა. ანაბანეს პირველ საკონცერტო დღეებში. ასე იყო დღის მთავარი თემები და კურიერის 9 საათი ჩვენ ხვალ აპეკებში. ახონდეს